და ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება დაავრცელა სახალხო დამცველის აპარატი მთავარ პროკურორს მიმართავს და კლდანის ციხეში პატიმრების წამების ფაქტების ღია გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის მოადრილე ტატა ხუნწარია გამოძიების მიმდინარეობის და საზრდოობის ინფორმირებასაც ითხოვს გამოძიების პროცესში კი ომბუდსმენის ჩართვას, რათა საგამოძიებო პროცესი დაკონტროლდეს. ხუნწარიას განცხადებით სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მისივე თქმით დათვალიერებულია კლდანის მერვე ბათუმის მესამე და ქუთაისის მეორე საპყრობილეები, სადაც ამ დროისთვის სიმშვიდეა და მისივე თქმით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს და წყალი არ მიეწოდებათ სიმართლეს არ შეესაბამება. დღესვე ომბუდსმენის მოადრილემ საპატიმრობის იმ თანამშრომელთა სია წაიკითხა, რომელიც 2010 წლის სახალხო დამცველის ანგარიში მშავდებულების წამებაში არიან მხილებული, თუმცა დღეს დასჯილი არ არიან. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ხელისუფლების მთელი რიგი ორგანოების მხრიდან აბსოლუტურად არასწორმა მიდგომამ ზოგადად სისტემის მიმართ და სახალხო დამცველის მთელი რიგი მოწოდებების და ანგარიშების მიმართ არაადეკვატურმა რეაგირებამ. ჩვენს მიერ მოწოდებულ შესაძლო წამების არაადამიანური და ღირსება შემლახავი მოპყრობის ფაქტების მიმართ საგამოძიებო ორგანოები უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად იწყებდნენ გამოძიებას და აღნიშნულ ფაქტებს სათანადო რეაგირება არასოდეს მოყოლია. სახალხო დამცველი მიმართავს მთავარ პროკურორს სრულად იყოს ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მას პირადად მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს მონიტორინგი